დღემშვიდობისა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველმა დაიწყო დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება კონკრეტულ სპორტულ დაწესებულებასთან დაკავშირებით. ეს არის Reformers Fitness-ი და ამ დაწესებულებას მოსთხოვა პასუხი იმის გამო, რომ ამ დაწესებულებით მოსარგებლე პირებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ხელი მოწერილი დოკუმენტზე, რომლითაც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. და აი ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველი იწყებს დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე საქმის წარმოებას. იგივეა, რომ ფაქტიურად ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰოლოკოსტის უარყოფას, მათთან მიმართებით დაიწყოს ვინმე დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბარი. და გარდა ამისა, აქ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა გულისხმობს და გამომდინარეობს სამართლისა და კანონის წინაშე უთანასწორო მოპყრობიდან და არა სუბიექტური სუბსტანციებიდან. ფაქტიურად სახალხო დამცველის მსგავსი გადაწყვეტა საკითხისადმი ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც და ყველა სახელმწიფოებრივ ღირებულებას და ეს არის ერთგვარად სამართლის ინსტრუმენტალიზაცია იმისთვის, რომ მიღწეულ იქნეს ეგრეთ წოდებული რბილი ძალის ინტერესები სამართლის მეშვეობით, რასაც თავისთავად იმთავითვე ყველამ საკადრისი პასუხი უნდა გასცეს, მაშინ როდესაც უამრავი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან და არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ხდება დისკრიმინაციული მოპყრობა და ხელის გულზე დევს მსგავსი უთანასწორო გარემო, მსგავსი უთანასწორო მოპყრობა ამ ქვეყანაში, სახალხო დამცველი ინტერესდება სპორტული ობიექტის წესებით, რომლითაც ის ხელს უწყობს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას. და ყოვლად დაუშვებელია მსგავსი პრეცედენტები, როდესაც კონსტიტუციის დამცველი სუბიექტი უგულებელყოფს კონსტიტუციის ფუნდამენტურ რეალობებს.